საქართველოს კულტურის მინისტრის სამუშაო ვიზიტით იტალიაშია თინათინ რუხაძე, ნინო წილოსანთან და თამარ ლილუაშვილთან ერთად ემპოლისა და ფლორენციაში ქართულ საკვირაო სკოლებს ესტუმრა. აქ 30 მოსწავლე ქართულ ენას და ლიტერატურას, ისტორიას, ცეკვას და სიმღერას სწავლობს. მინისტრი იმყოფებოდა ფლორენციის ქართულ სამრევლო ტაძარშიც. მნიშვნელოვანია, რომ ქართული კულტურის კერები არსებობდეს და ჩვენ მომავალთაობასაც, რომლებიც აქ იზრდებიან, კონდეს ბმა საქართველოსთან და უმნიშვნელოვანესია, რომ ქართული კულტურის, ქართული ენის ერთგვარი ელჩები იყვნენ ისინი ევროპაში. ჩვენი ვიზიტი გრძელდება და იქნება მნიშვნელოვანი დღე, სადაც წარმოჩენილი იქნება ქართული კულტურა მაღალ დონეზე. საშუალება ჰქონდა შეხვედრილიყავით ქართულ დიასპორას, მოგვენახულებინა საკვირაო სკოლები, ასევე დავესწარით წირვას. მნიშვნელოვანია ეს ვიზიტი იმ კუთხით, რომ კიდევ ერთხელ გვაქვს საშუალება დავუახლოვდეთ, გავიგოთ ის გამოწვევები, რაც დღესდღეობით ქართულ დიასპორას აწუხებს იტალიაში. ყოველთვის ძალიან ემოციურია ქართულ ემიგრაციასთან შეხვედრა. იტალიაში ვიზიტის ფარგლებში ჩვენ მოვინახულეთ რამდენიმე საკვირაო სკოლა, ანსამბლები, სადაც ქართველ ბავშვებს ასწავლიან ქართულ კულტურას, ხელოვნებას, ცეკვას, წერა-კითხვას და იმ ყველაფერ მნიშვნელოვანს, რაც თითოეულ ქართველს უნდა კონდეს. ემიგრაციაში დაბადებულ პატარებს არ უკარგავთ ქართულ კულტურას, ქართულ ენას და ძალიან მნიშვნელოვანია მათი აღზრდისა და განვითარებისათვის ყველაფერი ეს, სადაც ჩართულია ეკლესია.